კარგი გამარჯობა YouTube მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. ეხლა მე ვარ თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში, სადაც ეწყობა მორიგი განების გამოფენა, გაყიდვა და ძალიან მიხარია, რომ ორგანიზატორებმა ესე ლამაზად და კარგად გააკეთეს ყველაფერი რა. მოდი ერთ-ერთ ორგანიზატორს გავისაუბროთ, ჩვენც უკვე ჩვენი მეგობარი, კარგი მედანე, კარგი ორგანიზატორი და კარგი კაცი. კარგი გამარჯობა. გამარჯობას. როგორ ახარ ჩემო ძმა? შესანიშნავად. აუ რა მაგარი, აი ოქრო კაცი ხარო, ესეთი მაგარ რაღაცებს აკეთებ, იმიტომ რომ სულ მიხარია რა და ყოველთვის ვარ თქვენ გვერდში, ვითა ჩემი ზე ჩემო. დიდი მადლობა. ყოველთვის ბოლო პერიოდში ნამდვილად არ გამოგიტოვებია ჩვენი არცერთი ღონისძიება და ძალიან გვახარია. აბა სიახლეები რა არის ახლა რომ მითხარ? დღეს ჩვენ ვართ შეკრებილი 2024 წლის Knife Shows ში მონაწილე ოსტატების კატალოგის პრეზენტაციაზე და ეს არის პირველი ამ ფორმით გამოცემული კატალოგი, სადაც აქ ყველა არიან, ყველა ის ოსტატია, ასევე მაღაზიები, რომლებიც იყვნენ იმ შოუზე და რაც თავარია, ჩვენ ხომ ვიცით, მეიარაღები რო შევიკრიბებით, აუცილებლად თან გამოფენა უნდა გავაკეთოთ და დღევანდელ დღეს გარდა კატალოგის პრეზენტაციისა გვაქვს გამოფენა, გაყიდვა, სოციალიზაცია, ურთიერთობები, ადამიანების შეხვედრა და რა თქმა უნდა, ამ დარგის პოპულარიზაცია თქვენი დახმარებით. ძალიან მაგარი. პასი მაინტერესებს, ყველა დაწეს კომენტარებში რა მაინტერესებს რა იქნება. საკმაოდ მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით არის დაბეჭდილი, ძალიან ისეთი რთული სამუშაო არის გაწეული, ძალიან კომპლექსური არის. ამ კატალოგის დღეს, ასე ვთქვათ, ასოციაციის წევრებისთვის ეს არის სპეციალური ფასი, ეს არის 130 ლარი, არა წევრებისათვის შემდგომ დღეებში იქნება 200 ლარი. წარმატებები, ყველამ უნდა შეიძინოს, მეგობრებო, იმიტომ რომ ეს ისეთი მაგარი რაღაცაა, რომ ყველა არის შესული საქართველოში უმრავლესობა მედანეების, ხო? ოსტატების ყველა. თითქმის უმრავლესობა, ასევე სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია არის ბოლო პერიოდში ჩატარებული შოუების შესახებ და რაც ყველაზე მთავარი, ასევე არის საკონტაქტო ინფორმაცია ოსტატების, რომ შესაბამისად დაინტერესებულ პირს შეუძლია რომ მიიღოს, ასე ვთქვათ, და დაუკავშირდეს, რაც ყველაზე მთავარი არის ორ ენაზე, ქართულადაც და ინგლისურადაც. ძალიან მაგარი რაღაცა. პირდაპირ დაურეკავ და ეტყვი, რა, ძალიან მაგარი. ასევე გაიცნობე მის ნაკეთობებს. წარმატებები შენ და მადლობა კიდევ ერთხელ ამ ლამაზი დღისთვის. და რა ვიცი, წარმატებები გისურვებთ. მე ყოველთვის თქვენ გვერდში ვარ, რითაც შემეძლება ჩემს. გენაცვალე, წარმატებები შენ. გამარჯობათ. როგორ ახარ? კარგად, მადლობთ. როგორ ახარ? ოქროები ხარ თქვენ რა. აბა ეხლა მითხარი რა არის სიახლე? სიახლე გვაქვს საგერ აზარფეშა, ვერცხლის მოოქროვილი. რა ნამუშევარია? გუშინ დასრულდა. ეს სულ ვერცხლია? სულ ვერცხლია, კი ბატონო. ჭრა, სევა და მოატრიალე. და შიგნით მოოქროვილია. შიგნით მოოქროვილია. ეს მტრედი როგორ ჩასულო? ეს თვალებში აგერ ქვებია, ეს ძოწია. ესენი ძოწებია, ხო? ესენი ძოწებია, აი თვალში. თვალში. კი. მაგარი ნამუშევარი. აზარფეშან ფრინველივით გაინავარდაო, რა. ხო, აი ზუსტად. და ამის ფასი? 10000 ლარი. 10000 ლარი. დიახ. იაფია მე თვითონ. აი ეს შრომა არის ძალიან იაფი. ამ ხელა ვერცხლი, ესეთი უმაგრესი საჩუქარია. გეთანხმებით. თავადური საჩუქარი. მარსლა სამეფო საჩუქარი. ესეთი სასმელი, რა ვიცი, აბა. ეუბნები ხა, ჩემი სექტა მყავს იქ Facebook-ზე. Facebook-ზე რა იყო და YouTube-ზე. ხო, აი YouTube-ზე აი ნახე ხა, აქ მსმელების მეორე მყავს იქ. აი ეს მეგობრებო არ ვიცი, ხელიდან გასაშვები არა. 10000 ლარი. არის რავი, რა გითხრა, 10 კაციანი кейფი ერთ რესტორანში რა, მაგაც ხარჯავთ ხოლმე. აი აი ეს საჩუქარი ბომბა. ნამდვილად გაიხარეთ. ამ ძიმი, კი, 400 გრამამდეა. 400 გრამი ვერცხლი მოოქროვილი ჩვენია. კი ბატონო. ტევადება 280 გრამი. 280 გრამი ბევრი უნდა დალივო რა, ერთი 10 ცალი უნდა დალივო. გააჩნდი. აკეთხო ეს გადაღებული მაგრამ. ეს ხარ გააკეთე. არა, ეს ისე ვიდარი. ჩვენი ლეგენდარული დამბაჩა არის კიდევ. ამის ფასი კი ვიცი, მაგრამ მაინც გეოვნები ხოლმე, რომ ახალ ვიდეოებს რო უყურებენ ხოლმე მაინც. $20000. ეს კი $20000 მეგობრებო. დიახ. მოქმედია ისვრის. კი ბატონო. ყველაფერი. ლონვეშაპის ძვალი. ძვალი. ყვითელი რაც არის უმაღლესი ხარისხის ოქრო.
გაისროლე აქედან? თუ არა? გავისროლეთ. გავისროლეთ ნამდვილად. ვიდეო შემიძლია შეგახედოთ თუ გაინტერესებს. მართლა კი მაჩვენე გააკაკა. ეგ ვიდეო არ ვიცოდი. როგორ გაიმეტე ხა შენ რომ დააბატონებო? ჩვენს გვაინტერესებდა რა სიზავდა. გაინტერესებდა ნამდვილად. არა, მართლა საინტერესოა რა. აუ რა მაგარი ნამუშევარი. აბა. და როგორ განსაზღვრე ხა ამაში რამდენი დენტი უნდა ჩაგიდო? თვითონ. პროსტა რომ გაისროლოს, ხო? კი, ეს არის ასარწყამი დენთის. მყიდველმა რომ ბევრი არ ჩაყაროს. ხო, როგორ წესი არის ხოლმე ის? როგორც წესი არის, აი ამ ჩაყრის და არის საკმარისი რომ გაისროლოს. ძალიან მაგარია. არა, ეს ხო მაგარია, მაგრამ ამ აზარფეშან ვაფშე გამაგიჟატო. ეს რა მაგარი რამე გაგიკეთებიათ რა. 10000 ლარი არის ნაჩუქარი ძმა. მართლა ნაჩუქარი. გეთანხმები. ერთი თვე შრომა. ერთი თვე შრომა. ერთი თვე შრომა. კი ბატონო. წარმატებები ბიჭებო გაიხარეთ, მე მარხარ პატივს გცემს. ოქროები ხარ რა ვიცი რა. თქვენაირი ხალხი ღმერთო გიბრავლოს. გაიხარეთ. მადლობა. გენაცვალე, გაიხარეთ. ლამაზებია. რაღაცა ძალიან ხიბლავს ესენი რა. რაღაცა კაი ტიპია. სტრაგანინასთვის არის მოგონილი. აჭრა პირდაპირ რა. ეს ამის ქარქაშია, ხო? ეს მეგონი ადრე გადავიღე მე, ხო? კი, გადაღებული მაქვს ეს. ფასი რა კამას? 1000? ლარი. ჩადი აბა ერთი ქარქაში როგორ მოზის მაინტერესებს. მაგარია და აიდიპი. ეს კანადურ სტილშია, ხო? წარმატებები მეგობარო. გაიხარ. კარგი გამარჯობა. გაგიმონს. აბა, რა ხდება ერთი? ამაგიდაზე. ვანური სტილის დანები. პრინციპში ქართულია, საერთო ქართული, კავკასიური. ხო, კავკასიური უფრო არის რა. იმიტომ რომ მზადდებოდა ყველგან საქართველოში. სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარაში მაქვს ნანახი, გურიაში, რაჭული ვარიანტი მაქვს ნანახი. პრინციპში დიდი სხვაობა არ არის. თავარი ელემენტი როგორ არის? სწორი პირი, სწორი ტარი. ურსაც ნახი უსახეობას ამბობენ რომ ეს არის ურსაც. ხო, ცოტა საშიშია ხელი თუ გაგიცა წინ. ჩათოლე რომ აღარ აგაგდიდები. მერვე კლასიდან ხმარობ ამდანას ერთხელ ხელი არ გამიჭრია. ეს მაგისტრია. ამას უკეთებდნენ საბრძოლო თასმა გრძელდება, ხელი ეყრება. ხელს გაუყრი და წინ. ხო, კი, ვიცი რასაც ამბობ, მაგრამ მაინც ვადაჯვარი რო არის. აი ამაზე შანსი არა რომ გაგიცეს ხელი. ხო, ნუ ეს უკვე თანამედროვე სტილია რა. აკეთ რა ხდება? აქაც მაქსიმისტანებია. ეს სვანური და იაკუტი გაერთიანებულია არა, რაღაცა. უფრო იაკუტია და სვანურების სტილში ესენია უფრო. ეს დამასკოა, ჩვენი გაკეთებული. ესეც აი სანადირო დანა სასაჩუქრე ვერცხლში. მაგარია. მამონტის კვილი. აი ეს მამონტის კვილია მივხვდი. წარმატებები თქვენ. კარგი გამარჯობა. აბა ახლები რა გვაქვს? ახლები გვაქვს რამოდენიმე სიახლე, მოკლედ დაგვემატა. აუ ძალიან ლამაზია. იმერული კაბიანი ხმალი. აუ რა მაგარია. აუ ეს არის ძველი საბრძოლო ხმლის სუსტი ანალოგი. არის ჩადებული, აი, იღება კიდევაც ესე. აუ რა მაგარია. რა ბატონო. დაგვემატა კიდე ძალიან სერიოზული, აი, რო ეძახიან შაშკას, შაშკა კი არ არის ბატონებო, ეს არის ქართული ლეკური ხმალი. ოქროთი, სპილოზულით, ვერცხლით. მაგარია. დაგვემატა კოლხური ცული.
ვერძი ყველას მოგეხსენებათ, კულტი იყო და თავისი ყველაფრით აბატონი ვერცხლით. ძალიან საინტერესო მოდელი დაგვემატა კიდე დამბაჩა. ოქროთი, ვერცხლით. აუ, ძალიან მაგარია. მალე გაისვრის კიდევაც. ძალიან მაგარია. და ეს ბატონო ძალიან ექსკლუზიური მოდელი, ქართული ხანჯალი, სპილოზვალი. აუ, რამდენი შრომა ეს ახატები, აი უკან ნახეთ. აი თავისი. ეხ. მაგარი. ესენი მახსოვს. ო, ეს ჩვენი ზღარბი. ესენი მახსოვს. ტრადიციული. ესენი თუ მახსოვს. წარმატებები. მადლობა ხარ. თქვენს. წარმატებები, გენაცვალე. ეს არის ვახტანგ გორგაძის ნამუშევრები. ვახტანგ გორგაძის ნამუშევრები, აი თავის ლოგოც აქვს დატანილი. ისეთი ნალესია 100 კილოს უძლებს თვითონაც. მაგარია. ზარის დატანება არჩევა ესაჭიროება. რეზინას მოიწონს. იყოს. გამოჩნდება მაინც. სურველი დარეკავს. წარმატებები. აი ხარ. აი გამარჯობა. როგორ ახალ? გენაცვალე, დიდი მადლობა. წარმატებები თქვენ, წარმატებები. გენაცვალე, თქვენც ასევე, გაიხარეთ, დიდი მადლობა. მაგარია, მაგარი. ლამაზია ძალიან. ჩვენი გაღართ მაგარი, ჩვენ აქა. გაიხარე. გენაცვალე, მადლობა ჩვენც ვიპატივისცემთ, გაიხარეთ. გაუმარჯოს ბიჭებს. კიდე გამარჯობა. ფასები მაინტერესებს, რა ფასებია ხა ესე? იქით არის ფასები? ფასები იქით? ძალიან ლამაზია. გაუმარჯოს ბიჭებს, როგორ ახართ? წარმატებები თქვენ? ახალი რაღაცები თუ არ წარმოდგენილი? აბა? არებით. ესენი ახლებია, ხო ესენი? პესტოს. ეს ხო იცი რაღაცა სექტამ ჩამითვლია, ხო იცი ნაკროსთან დავიწყე სიარული და ძალიან მაგარი თერაპია, ყველაფერს ავიდაალები. წარმატებები ბიჭებო, გაიხარეთ. ლელობა ძალიან ყველობაზე არა, ნახე თვალში, საფისარეზე ძმა, ეს იმხელა ჭრილობას განუკეთებს, რომ ფაქტიურად ძმა მაგას მაშინ რა ქიმიები იყვება, ოპერაციას განუკეთებს. ამა ხოჩა გამარჯობა კიდევ ერთხელ. გამარჯობა. აბა, როგორი განწყობით ხარ? რა გვაქვს სიახლე? როგორ ჩაიარა? ქართულ ჰაერს უმტკავ. და ძალიან კარგი ხასიათზე. ორგანიზება როგორი იყო? უმაღლესი ხარისხი. ორგანიზება ჩვენმა ბიჭებმა მართლა რა ვიცი, დღე და ღამე დაასწორეს, რომ ეს დღე ყოფილიყო. რა წარმოდგენილი რითი ხარ ხა ამ გამოფენაზე? რაღაცები აღარა გაქვს უკვე, იმიტომ რომ დაიტაცეს როგორც წაიღეს ორი ნამუშევარი, აქ მაქვს ჩამოტანილი
ქართული ტიპის სატევარი, ახალი ნამუშევარია, ეს არა მაქვს გადაღებული. რომელმაც აიღო გრან-პრი ჰოლანდიაში ამ წელს 2025-ში. რელამაზია. კი, წითელი ეს თავიდან ბოლომდე შენ შესრულებულია, გოჩა? არა, დამასკური არ არის, გაჭედილი არ. ნაჭედი ნახევარფაბრიკატი მაქვს შეკვეთილი, დანარჩენი ჩემი ხელითაა. თავიდან ბოლომდე. ესეც ჩემი ორი ხელით არის ახალი ვერსია, ხო? ახალი ვერსია. უფრო თხელია, მე როგორც მივხვდი, ხო? უფრო თხელია, კი, ოდნავ. თხელი არ არის. ანუ მსუბუქია რაღაც. იგივე ღარები აქვს უფრო ღრმა. ღარებია ღრმა და მაგიტაო ნახე რა. იმიტომ რომ წინა მახსოვს რომ ეგრევე გაყიდე. წინა მახსოვს ეგრევე. აი ამაში იდება მეგობრებო ეს წელზე შემოსარტყმელია ეს. ნუ ჩვენ მაყურებელმა უკვე იცის ეგ. აი ეგ არის. ძალიან მაგარი. აუ რა მაგარია. შემდეგ ეს ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. ღრმა არის მართლა იმასთან შედარებით ღრმა ჭრილები აქვს. და მაგიტომაც არის ესეთი მსუბუქი როა, ხო? კი. ეს ფაქტიურად ერთი ამოღება არის რა. ამით სახმალაო და რამე საფარიკაო არა. რა თქმა უნდა. საჭირო დროს, საჭირო მომენტში იყო ეგ. აქვს ზარუღი სხვადასხვა, თლათ ახლა ის არ არის, მაგრამ აი ესეც ნუ ეს კლასიკა რა, ნუ ეს არის ჩემი ფავორიტი რა. ეს არის ჩემი ფავორიტი რა. ამაზე მსურველი არ გამოჩნდა, ეხლა დავიჯერო. მე მეგონა რომ ეს უკვე გაი. ვიფიქრებ რაღაც ფულთან ამაქვს პრობლემა, ეს ჩემი ხმალი რო წაიღო. დიახ. მე მგონი წაიღებს ამასაც. რა ძალიან მაგარი. მე ეგრე ადვილად კი ვერ ველევი ნამუშევრს. ეს რო გაიყიდოს დღეს, ხვალ ვიწყებ იგივეს გაკეთებას. ეს მაშინ რო გადავიღეთ, გოჩა ის არის, ხო? კი, იგივეა. იგივეა ზუსტად. ეს მე ორი მაგ გაკეთებული ესეთი. ძალიან ლამაზია. შავში რაღაცა ის სადა, რაღაცა ისეთი არის რა. ზედმეტი ის არის, ზედმეტი არა არაფერი რა. როგორ შავი ვოლგა. ხო? როგორ ჩაი ვოლგა ეგრეა. ჯიგარი ხარ. წარმატებები შენ. დიდი მადლობა. წარმატებები. და მოვედით ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს ჯიგრებთან, ციმორთან. კაი გამარჯობა შენ, როგორ ახლა? გამარჯობა თქვენ. აბა, რა ხდება ახლა? ახალ რაღაცას მოვკარი თვალი და ძალიან მომეწონა და. კი, გვაქვს რაღაც სიახლეები, ძირითადად უკვე აღარ არის გაყიდულია, მაგრამ არის ერთი-ორი სიახლე. აი, ესენი მაინტერესებს, რაღაცა ძალიან მაგრებია, ხო, სამონადირო დანებია, შეკვეთით კოლაბორაციით გაკეთა, ასე ვთქვათ. იმედია სერიუსით ჩავუშვებთ უკვე. ძალიან ლამაზია. ეს არის NS-90, ბიოლერი. სახელური აქვს ებენი აფრიკული შავი ხე. ხელში დაიკავე, აბა როგორ აი გადაინახე. რაღაცა ტიპია რა. სპეციალურად ჩtildeოეთის პირობებისთვის გამაკეთებინეს ეს დანები, მაგის გამაკეთე დამკვეთი სადაურები არიან, ლატვიელები არიან. ლატვიელები. არც ერთი დეტალი არ დამატოვებინეს სახელურზე ლითონის. ყველაფერი ან კარბონი სიცივეში ხელი რო არ გაგიყინოს. ხო. ხელი ვარ და იმიტომ მაღალ რო არ მიეწებოს ალბათ რა. ხო, ძალიან დაბალ გრადუსზე ცივი ლითონი როგორც ცეცხლი ეწვავს რა რეალურად ხო. კანს და ასე რომ ეს არის უფრო სამუშაო დანა. პირი რა არის? NS-90 ბიოლერი. ეს ორი ცალი ნიმუშია, ორი პროტოტიპი გამზადა და შემდეგ ალბათ უკვე ჩაეშვება. ესეც იგივეა, ხო, უბრალოდ იგივეა, როგორც სახელური აქვს სხვა. სახელური სხვა უფრო ანატომი. ცოტა დიდია ეს. ეს არის ხელთათმანში სახმარი. ხელთათმანში. და ეს არის ხელზე სახმარი, ანუ ხელთათმანის გარეშე. სპეციალურად გაკეთებული აქვს ნასაჭკები, რომ აუ ძალიან ლამაზია. სისხლზე არ დაცურდეს ხელი. ფორმაც მაგარია, მე ვასწავლე ეს ფორმა. აბა აქეთ ეს არის როგორც ატყავებელი დანა, სკინერი. არავით არის სხვა სკინერი არ არსებობს, დიდი მოგონული პირებით რო არის ხოლმე, რომელსაც პრაქტიკულად ვერ ხმარო. ეს არის კლასიკური. კლასიკური სკინერია, ხო, არავით არის ველოსიპედი არ გამოგიგონია. აქეთ რა ხდება? ხო, ეგ ბობლავლესი სტილის დანა, ეს ერთი ცალი გაკეთა ექსკლუზივად. სერიუსში ნაკლებად გამოდგება, იმიტომ რომ ძალიან ძნელი გასაკეთებელი, ეს არის უჟანგავი დამასკო. თქვენია თუ ეს მზაი? არა, უჟანგავი დამასკი ვიყიდეთ, დიდი პლასტია
ლითონი და შემდეგ დაიჭრა და დამზადდა. ეს არის ბალვანკას რო ვეძახით ხო, რა. ვეგიათია ცენტრალური ნაწილი, ლამინატია და ეს არის უჟანგავი დამასკო. ირმის რქა არის და უჟანგავი ფოლადი. ეს მეგონი ადრეს ვნახე, ხო? ეს ძველი მოდელია, კი, ეს პირველი Knife Show-ს გამარჯვებულია 2000 ძალიან ლამაზია რა, ფორმა რაღაცა 2002 წლის. და იმის მერე თვითონ ვაკეთებთ ხოლმე ესეც. ძალიან მაგარი. ეს არის კარბონი, ეს არის ჯიათი. ანუ ეს სერიული არის ესე, რომ დაგიკვეთონ არის ამის საშუალება რომ გავუკეთოთ. სერიული არ არის, მაგრამ მცირე სერიაში შეიძლება. აკეთა? ხო, ეგაც ექსკლუზიური დანა, ეს არის Rexis ლამინატი. უკანასკნელი მოხიკანია ჩვენ შემთხვევაში ალბათ Rexi აღარ არის შოვება. ანუ საერთოდ შეწყვიტა ამერიკა პოსიბლი აღარ გიდის, всё. დამთავრდა უკვე შანსი აღარ. ჯერჯერობით არ არის. შაუბა ვიღაცა მეტყვა ბევრი იყირა და მე ნელა გავიგეს. აღარ გამოვხდ საერთოდ იმაზე. თავდაცვაზე გადაერთოთ კურსიბალი და უკვე შეკვეთები მხოლოდ სახელმწიფოსგან აქვს და მოგეთ ფართო მასებისთვის ფოლადები აღარ გამოვხდ. ეს აკეთა? ეს სტანდარტული მოდელია ჩვენი კახური, ძალიან ბევრი გვეყიდება ეგ მოდელი და ერთი ცალი დარჩენილი ეს დიდი. კახურია ესა? კახური ქვია უბრალოდ. ხო, ესეთი მოდელი დავარქვით ახლა. ისტორიული ავთენტური არ არის, რა თქმა უნდა, არ შემოგვიდავალ მე. აუ დაშვება რა მაგარია, რაღაცა ძალიან. ეს არის სუფთა სამზარეულოს დანა, რა ქვია, საველე პირობებისთვის არის იდეალური ხელი დაშვებები აქვს, დეორია ფოლადი, ესე დაბალანსებული, კარგი საშუალო. ესე დეორი არის უნივერსალური. მე რასაც უყურებ ხა, დეორი არის, აი. ხო, ეს არის რა ქვია, უნივერსალური ისა, რომელიც არც ფასი იღის ძვირი, გრადია ჟანგვის მიმართ, სულად უჟანგავი არ არის, მაგრამ თუ გაუფრთხილდები არაფერი არ მოვა არასდროს. წარმატება შენ. ტრაქს ფანტასტიკური, მშვენიერი, ადვილად ილეცება. მადლობა შენ. მადლობა თქვენ. გენაცვალე. გაიხარე წარმატებები ციმოს. ჩვენ ულამაზეს ხარეს ახალციხეს გამომორჯოს როგორ ხარ? გაიხარე. აბა რა ხდება? როგორ მიდის ამბები? აბა რითი ხარ დღეს ჩამოსული? სულ შრომაში და გარჯაში როგორც გენაცვალე, ოქრო ხარ, ოქრო. დამასკორები როგორც ყოველთვის. აუ რა მაგარია. თავიდან ბოლომდე თქვენ გაკეთებულია ხო? თავიდან ბოლომდე. ჭედვიდან დაწყებული? ქაში სულ ყველაფერი. ყველაფერი. შენ გენაცვალე. გრავირება, ზარნიში, სულ ყველაფერი. აუ მაგარი. ძალიან მაგარი. აბა მითხარი ხარ როგორ ახტება როგორ არის რომ ეს არის სამიფენა შუაში ფოლადია ჩადებული, ამ შემთხვევაში არის U10 ეგრეთ წოდებული კლიბი და აქედან უჟანგავი დამასკური. ნუ უზორის ამის შეტყობა არ მთავარი რა. ამის შეტყობა. ჯერ ამის მიღება. ხო. და მერე შეტყობა იგივე აქაც. აქაც იგივე, ოღონდ აქ კიდე უფრო დამატებული მაქვს. ნიკელია, შუაში არის კიდე ისა სპილენძი, ნიკელი, აქაც იგივე კლიბი და ეს კიდე დამასკური, აქ უფრო გართულებულია. ეს მთლიანად დაიწყე ხა. ეს სულ მთლიანია, მერე გამოიკვერა, გამოვიდა ეს. ეს სულ მთლიანია, ხო? ეს ამაში მერე მოდის კიდე მთლიანი კიდე სხვა. ერთუჩი. ხო, ცოტა რთული ის არის, მაგრამ ეხლა ეს ეგრეთ წოდებული ბოლსტერს ვადაჯვარს რო ეძახიან, აქ უკვე არის. ამას აღარაფერი აღარ უნდა, რა. გამოსულია. ეხლა აქ სხვა იმებით ამან გაკეთებული, ხო? ეს ვერცხლით არის. ამის ფასი რა არის? სადღაც $200 ფარგლებში ეგრეთ თამაშობს. უიაფესია ხალხო, $200 ესე დანას ვინ მოგცემს? ან ევროპაში, ან ამერიკაში, არავინ. აი აქ კიდე უფრო გართულებულია აქ ხო? ეს ზოლები სულ ნიკელია და სხვანაირ ფენად არის. გაიხარე ვადლო პლერიჯი. მაგარია ძალიან. აი ეს რაღაც უცხოან არა? ეს ვერცხლით არის გამზადებულია მოსახატად. ძალიან ლამაზი. რაღაცა ტარი, რაღაცნაირია რა, რაღაც არა? ხო, აი თვითონ პირიც რო პატარაა, მაგას უფრო რაც მოუხდებოდა, ეგეთი რამე ეს. ძალიან მაგარია. უფრო აი კალორი ის არის რა. ხო, რაღაცა ისეთია, ხო. ძალიან მაგარია. აუ ძალიან მაგრებია ყველა. წარმატებები. აბა, კარგი გამარჯობა. გამარჯობა. რა ხდება აბა თქვენ მაგიდასთან? ჩვენ მაგიდასთან არის მრავალფეროვნება. ყველანაირი დანები, ხანჯლები, ხმლები,
ეს რაღაცა ზოგი ბავშვობა არის. აუ ლისიჩკა გავადრე, ლისიჩკა. აი ეს ებინდელია, მქონდა ესეთი. საბჭოთა დროინდელი ლისიჩკა. 20 წება იყო ბავშვები. ხო, თანამედროვე გამოუშვეს ეხლა ბევრად ლამაზია, მაგრამ ეს რაღაც ავთენტურია, ძველია რა, მაგარია რა. კი, ნამდვილად. ეს არის ფინური ფინკას ეძახდნენ კომუნისტების დროს მაგას. ესე ძველია? ძველია. ძველია, ხო ესეც, ხო? ფინკა, აი ფინლანდ დაწერია. აა, ძველია. ხო. ეს სასროლი დანებია. ძველი. ესე ძველია, ხო, მონკავშირის დროინდელი. კი, კი. ნომერი უნდა ეწეროს, თუ არა გრავირება რო აქვს, მე აღარ არის. აქვს ერთი წუთი. ნომერი აქ ეწერა ხოლმე მახსოვს ნომერი. აი ნიშანია. აა, ოკეი. ზლატაუსტის ქარხნის. ხო. ეს არის ნუ ეგრე უკვე საბრძოლო ბეჭდები. კი ბატონო, ეგრე უკვე ვიცით. ეს რა ლამაზია, აუ, რამდენი შრომაა ეხლა ამას ჩადებული. რა სამყო. ეს არის ილმის ქა და არწივი, აუ, რა სამყო. ხალხო. არწივი. ამის გაკეთება არ გინდა. კბილები ნახე როგორ არის. ეს როგორია, მე? ეს ალბათ ბორმანქანით იმუშავა ამაზე რა. უფრო ტონკია, ეს უფრო ტონკად გამუშავა. ძალიან ურთულესი გაკეთება. კი. მაგარი. და ესენი რა ღირს ეხლა? 300 ლარი. 300 ლარი. ხო, დანისპირებია ჩათვალე ეს რა. კი. ტარები. კაპიკებია რა. ნუ ტარი უფრო სწორად პირი რა იყო. კაპიკებია იმ შრომასთან შედარებით, რაც ეხლა აქ არის გაწეული რა. ეს ეშვი? ეს სპილოს სპილვა ესა? კი, სპილოს ეშვია. ჭრა არის. აფრიკაში გაკეთებული. და ამას ეხლა სერიოზული ფასი ექნება. თუ არა? კი. სადღაც $600. $600. არ არის ძვირი. ეს სპილოზვალი ამ ხელა ძვირი არ არის. კი. ამაში რომელი ჩადის და რა? არც ერთ. просто აბა. აუ ესენი მევასება რაღაც. ეს სპარსული მულტიაშკებსიც იყო და ბევრ ფილმებშია. ეს არის მორჟის ეშვი. მაგარია. მორჟი. აი ეს დანაა ძალიან საინტერესო. კბილია, ხო, მამონტის? მამონტის კბილია. კი. ტიტანი. დამასკოს პირი. აკვაზის. ამის ფასი რა არის? $1200. $1200. იტალიურია. ფრანჩესკო პაჩი. ძალიან მაგარი. ეს არის გერმანული ხირში ქვია. ეს მონადირეების დანებია. ვა, რა მაგარია. ეს რესტავრირებული ალბათ, ხო? არა, არა. არა, ესეთია? ძველია, კი. ამის ფასი რა არის? 2000 ლარი თუ დოლარი? დოლარი. დოლარი. აუ, რა მაგარი ყოფილა, ხო. აუ, ძალიან მაგარია. კი. და თავისი შვილი მოყვება კი. შვილი მოყვება პატარა? ეს? ვერცხლია. ბილონია. ბილონი. ეს არის ბავშვის, ხო? აი ესეც ბავშვისა. აი ეს და მაგარი. ნახე, ესეც ბავშვისა. და სპეციალურად აქ გაკეთებული, რო არ გაირჭოს ბავშვი. რა. ლისიჩკა სავეცკი. 150 ლარი. წარმატებები მეგობარო, გაიხარე. კარგი გამარჯობა. აბა რა ხდება ჩვენ მაგიდაზე? აი დაათვალიერეთ ნაკეთობები. აბა ამიხსენი ხა და ესე მე მგონი ყველა გაყიდული გაქვს უკვე, ხო? კი, ყველა გაყიდულია. მომიყევი აბა ამ დანაზე. ორეთ ეს არის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი, თუ არ ვცდები მეორეა დიდი დანა, რომელიც დავამზადე. ეს არის მამონტის ეშვი, სტაბილიზირებული და ტიტანის ბოლსტერები. ძალიან მაგარი. ფოლადი არის 1095. იტალიური ტიპია რა. იტალიური ქართული სტილეტი. სტილეტი. ხო, სტილეტოა ქართული. ეს შემდეგი არის უკვე კოლაბორაცია ჩემსა და მაიკლ ზიებას შორის. ზიება სერია. სახელად ომეტა. შიგნითაც აწერია, ნახე. ეს მფლობელი სახელი. აი აქ აწერია ომეტა.
კი ამ წელი. აი ეს მფლობელი სახელია, ხო? და არის მაიმუნები. აუ, ეს ნახე რა. კამერა აღიქოს ახლა, კი, ძალიან მაგარი. და ზუმ მომენტი. კი. ნომერი 2, 10-დან 2-ია, მეორეა. სულ 10 წალია? ხო. და 10-ვე იქნება განსხვავებული. ამის ფასი რა არის? ფასი ინდივიდუალურად არის, თუმცა ეს კონკრეტული გაიყიდა $1,500. და სულ ეს Baker Forge-ის პოლადია. Fed Carbon-ი, Bertis Dragon Skin-ი, Nebula Bertis. მე თუ მკითხავ იაფია იქ ფასი. ამ შრომასთან და ამ მასალებთან რასაც ამ. ეს არის ერთადერთი ჩემი ნამუშევარი, რომელსაც აქვს safety, ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების დამცავი სისტემა, რომელიც ასე აფიქსირებს. ეს თქვენი მოფიქრებულია თვითონ ეს? კი ბატონო. ეს დაპატენტებული, უნდა დააპატენტო ეს ყველა ვარიანტი. კი, მექანიზმიც ჩემი მოფიქრებულია, ეს არ არის, ასე ვთქვათ, არ არსებობს იდენტური მექანიზმი, ეს არის ჩემი შექმნილი ძალიან მაგარი და ამის დაპატენტების პროცესში ვარ ახლა. ძალიან მაგარია. საკმაოდ ისე. აუ, რა ლამაზია, რა მაგარია რა. და ყველა ჩემი დანა აწყობილია ტიტანის ლაინერებს. ანოდიზირებული ტიტანია ეს. ძალიან მაგარია. კი ბატონო. ეს გახლავთ სუსუ პირველი ნამუშევარი, რომელიც 2022 წლის შოუსთვის დავამზადე. აუ, რა ლამაზია. და მეგონი გამარჯვებულიც იყო, ხო ეს, ხო? კი, გაიმარჯვა. რა ორიგინალურია და რა მაგარია. შესრულება არ არის იდეალური, თუმცა თვითონ ნივთი ძალიან ასეულია ჩემთვის. პირველი დანა ისეთი თემაა რა. ეს ის პერიოდია, როცა დანადგარები არ მქონდა და ეს დაშვებები სულ ხელით მაქვს გაკეთებული. თბილისში აკეთებთ ხო ამას? ხო? კი, სახში მაქვს სახელმწიფო მოწყობილი და იქ მუშაობ. ძალიან მაგარია. ესეც ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია, კონკრეტულად ამ შოუსთვის დავამზადე. ტიტანი ანოდიზირებული, სპეციალური ჭანჭიკებით. ყველა ჩემი დანა აწყობილია 100% თავიდან ბოლომდე ჭანჭიკებზე. და თავიდან არ ვაწყობდი, მაგრამ მე გადავწყვიტე, იმიტომ რომ სერვისი რო დაჭირდეს, მარტივი იყოს მომსახურებისთვის. გავხსნა? კი. ფოლადი გახლავთ გუგამ ჯავანაძეს მიერ ნაჭედი სანმაი, ეგრეთ წოდებული. აუ, რა ლამაზია. რა ვიცი, ძალიან მაგარია, სიტყვები არ ყოფნის თუ ეს რა არის, რო ხალხო შეხედეთ, უბრალოდ რა მაგარია. აი, ქართველი მედანეები რა მაგრები ყავს, მეგობრებო, აი. ეს გახლავთ წინა შოუს გამარჯვებული საუკეთესო დასაკეთების დანის კატეგორიაში. ეს კი ბატონო. ეს არის მესამე ნამუშევარი დიდი დანების კატეგორიაში, რაც დავწერე. ეს პირის თქვენი გაკეთებული ნაჭედი თუ ეს გუგას პოლადია, იგივე უბრალოდ პირველი გამოშვება არის, ასე ვთქვათ, მე რაღაცები დავუხვეწეთ, ფენები ჩავამატეთ და ასე შემდეგ. სანმაია ესეც კი, აკლემის ძვალია, ტიტანის ძალიან მაგარია რა. კორპუსით. ისე ფორმებში განსხვავდება თუ აი სხვა დანებთან შედარებით, ანუ სიგრძეში, ანუ ინდივიდუალური ესენი თუ მაინც რაღაცა ფორმები გაქვს განსაზღვრული რა. ფორმა, დიზაინი, პირის დიზაინი და ფორმა არის ჩემს მიერ დახატული, ასე ვთქვათ, აი ეს მუცელი და ანუ ეს სტილეტოს რაც ახასიათებს წვეტიანი წვერი. დანარჩენი უბრალოდ აი ზომებში სულ ორი მოდელი მაქვს რა, მარტივად რო ვთქვათ, ერთი არის და ეს დაახლოებით 26-27 სანტიმეტრი, მეორე არის ეს 32 პლუსით. აი სტილეტო როგორი ტიპია იცი? აი სხვადანაც ხო შეხედა, უი რაღაც საყვარელია იტყვი. ეს იმინა გაშინებს რა, იმინა ეს არის რა, მოსაკლავი ტიპია, არ ვიცი ხარ როგორი. ხო, მაგიტომაც არის, ხო. იარაღი ვიცი. ეს არის, ხო, მაგის დანიშნულება იყო რომ რა რომ მარტო გახსნაზეც კი. კი. არა, აი ხელში რო ხო რა, ხელში რო გიჭირავს, აი ეს ჯვარი წერია ყველას, მაგრამ ნუ თავიდან ალბათ ზოგადად ფიქსებს არ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ძალიან ლამაზია, ხო? ძალიან მაგარი. საჩუქრად შენს ბიძაშვილს. ვა, მაგარი საჩუქარი. ძალიან მაგარი საჩუქარია. და შასედები გავუკეთა ირაკლი ბახსოლიანმა. ძალიან მაგარია. საკმაოდ კარგი, ლამაზი ხარისხიანი. და არის ესეთი რა, კისერზე ჩამოსაკიდი ტიპია რა. ხო, ძალიან მაგარია. აუ, უმაგრესობაა რა.
ძალიან მიხარია, რომ აი ესეთი ოსტატები ხარ საქართველოში. გენაცვალე შენ. დიდი მადლობა. წარმატება, ბევრი წარმატება. ასევე თქვენც. დიდი მადლობა. ლევან მოსიძის ნამუშევრები მაგრესია ნამუშევრებია. ფასებიც ისეთია მეგობრებო უკვე რომ იკვინება, მაგრამ ეგრე ღირს. ძალიან ლამაზი. ეს ღირს 1200. კიდე გამარჯობა. გამარჯობა. აბა, ახლები რა გვაქვს და კარგები? ახლები და კარგები, ესეთი ქისები დავამზადე. აი ესეთი ნივთებისთვის. აუ რა ლამაზი. ეს მეორე ქისა. ძალიან მაგრებია რა. რაღაც განსხვავებულია, ყოველთვის მიყვარს ხოლმე შენ მაგირასთან მოსვლა, იმიტომ რომ აი სულ სხვა რაღაცეები აი ეს რა ქვია ქართულად ატვირთკა სახრახნისი თუ სახრახნისი უფრო. აი ეს თავის ჩადგმებით ესეც დავამზადე. შეგნიტებს ეს ტყავები. აი სპილენსში დავიწყე კიდე აი ჩონჩხი. ხო, ჩონჩხები გევასება ყველა მიცის. ჩონჩხი გავაკეთე ესეთი პატარა სპილენსში. ესენი ეს 10 დღეში რაც მოვასწარე, აი ესენი იყოს მედუზა. მაგარია. კომბინირებული, ეს ფოთელი ძგვიბი მეთევზე. მაგარია. ალუმინი და მიკარტა არის ეპოქსიდიანი ნაჭერი და ეს ფერადი. დანარჩენი ძველები. აი ეს არის კიდე. ეს ჟანგის ფერია, ეს მომწონს ძალიან. მაგარია რა, რაღაცა ტიპია რა. მაგარი ტიპია, ხო. მეც ორიგინალურია რა, ძალიან მაგარი ტიპია. აი ესეც კომბინირებულია, ესეც ალუმინი. და ესეც წამოვაყოლე რა, აი როგორ ვაკეთებ რა. ხო, აი ეს არის ბალვანკა და აქედან მე სანტიმეტრი ვიღებ და გამოდის მე აი ესეთი შედეგი. აი მეგობრებო, აი. კი ბატონო. მარცხნიდან ეწდებოდა ეს გამოდის მე. ერთი ცალი გამოდის და მარტო შენ გიქნება ეგეთი. ანუ ვერგან განიმეორებ ამას მეორე. წარმატებები მეგობარო შენ. ყოველთვის ორიგინალური კაცი ხარ, რაღაც ისეთ აკეთებ ხოლმე რომ დიდი მადლობა. განსხვავებული ხარ სხვებისგან. გაიხარე და წარმატებები შენ. მაგრა იყავა. აი ესეთი დარბაზია მეგობრებო. ყველა ოსტატი არის აქ, ვინც საქართველოში მოღვაწეობს. ნუ ყველა არა, მაგრამ ნუ 90% არიან. ხელნაკეთი დანები, კვათირი. აი კაცი ჩვენი ძმა, რა ვახარ. როგორ ხარ ვასო? ოღარ მაგრა, აბა? კარგად. მითხარი ხარ, როგორი განწყობა, ახალი რა გვაქვს? შესანიშნავი, მადლობა ორგანიზატორებს. ესეთი ლამაზი წიგნის შექმნისთვის, სადაც ყველა ქართველი მეიერაღე თავმოყრილი არის. კი, ნახე ეგენი უკვე გადავიღე, კი. აზე იწყება და პირველი ხარ. პირველი ვარ. ავალიანზე წინ ხარ? ავალი რა თქმა უნდა. აბუსერიძე A და B. პირველი შეყოფილი ხარ. კი ბატონო. მეგონი მეც ვარ, ხო იცი შენ გადაშალე? შენც იქნები. კი ხარი თავში. სადღაც მეგონი აქეთ ვარ, ხო? ანცადე სადღაც მომყარი თვალი. დაჯილდოების ხო, რაღაც დაჯილდოები. აი, აგერ ვარ ერთი. ო, კი, არის. შვენი მადლობა, ხელმძღვანელებს. ძალიან მაგარი რაღაცაა. ინფორმაციulis არის ამ მიმართულებით. აბა ეხლა აქ რა ხდება? აქ რა ხდება, ხე ვინ ხარ? არის შედარებით ძველი მოდელები და არის ახალი მოდელები. ღვინის სამშობლოს უკვე 3 ვარიანტი მაქვს წარმოდგენილი. ანუ გახარჯული მასალების თვითღირებულების მიხედვით, რომ ანუ ხელმისაწვდომიც იყოს საშუალო მასალები რა არის ხა ეს? ეს არის ქართული კაკალი თითფერზე 1.18 ნაჭედი ჩემს მიერ. შენი გამოჭედილია? ოჩა. და ეს ქართული ტყავის ქარქაში.
ანუ შესაბამისად ეხლა ეს უფრო საშუალოზე დაბალი სეგმენტის არის, მე უკვე მოდის თითბერზე ეს 390, 67-ზე ნაწერთობი კატალოგსი, ანუ მექსიკური ხე არის გიტარაზე რომ იყენებენ და ამერიკული წარმოების ტყავი, მაგრამ მე ეს ტყავი 100% ჩემი შეღებილა, ჩემი დამუშავებელია. გაგიმარჯოს მეთქმაზე, ძალიან მაგარი ნამუშევარია. და ეს უკვე მესამე ვარიანტი ვერცხლი, უჟანგი S90-ვე და ასეც მაღალი დონის კარკაშით. მაგარია. საინტერესო მოდელები მაქვს. აი ამ ეს ფოლადი რატო ავიღე ორი ახლა უნდა ახსნა. ეს ორივე ფოლადი არის მაგნაკათი და არის Wanax 37. ორივე არის აზოტოვანი ფოლადი. რომ გაიგებს მომხმარებელი აზოტოვანი ფოლადი, აზოტი მომწამლელია და ეგრევე ეწყებათ ისეთი. სხვაგან მიდის, ხო? დიახ, მინდა ახსნა, რომ ფოლადში აზოტის შეყვანა ფოლადს ხდის უფრო უჟანგს, უფრო ეკოლოგიურად სუფთას. და პირდაპირ ქარხანა მწარმოებელი იძლევა რეკომენდაციას, რომ შეგიძლიათ პროდუქტი დაამუშავოთ. და ასე მინდა ვთქვა, რომ აზოტოვანი ფოლადი არ შეგაშინოთ, ნამდვილად მაღალი დონის უჟანგ ფოლადს ნიშნავს. რა მაგარია. ესე მიწევს ხოლმე ეს აზოტოვანი ფოლადების ახსნა. ახსნა ჭირდება მაყურებელს, კი რა თქმა უნდა, როგორ მართალი ხარ. ეს დანარჩენები აქეთ? ეს ძველი მოდელებია წარმოდგენილი მაგალითისთვის ეს ჩინეთიდან ჩამოტანილი წითელი ხე არის, ყველაფერი ჩინური ცუდი არ არის, მართლა მაღალი დონის ხე არის რა. არა, რასა ჩინური მაგარია. ეგზოტიკურად მიუზიდველიც არის, იმიტომ რომ იშვიათად იჭრება ეს ხე. რა მაგარია. მოკლედ მეგობრებო, თუ გინდათ აი ესეთი ლამაზი და მაგარი სასაჩუქრე დანების შეძენა, აი ესე შეხვალ საიტზე ხელნაკეთი დანები ქვათირი და პატიცემუს მიწერეთ. ხო ეგრეა? კი ბატონო. WhatsApp-ი, ტელეფონის ნომერი, ხელმისაწვდომი. ყველაფერი წერია. თუ Facebook-ი არ აქვს, რაც ეჭვმეპარებ ყველას აქვს Facebook-ი, აგერ ბატონო, კატალოგია და ყველა მედანის მონაცემები აქ მოცემული. წარმატებები შენ. გაიხარ, უნდა ჩამოუვარო. გაიხარ. გაიხარეთ თქვენც.